ვისაუბრებთ დამწრობაზე, სხვადასხვანაირი დამწრობა არსებობს და როგორ უნდა მოვიქცეთ თითოეულის დროს, რომელია საშიში და როგორ მივხვდეთ რაშია საქმე. თავარი ორი კრიტერიუმი გვაქვს რა, რითიც დამწრობას ვაფასებთ. ერთი არის რამ სიღრმეზეა და მეორე არის კანის რამხელა ფართობზეა. უხეშად რო ვთქვათ, აი ეს უნდა შეხედო ადამი ვისაც რამე დაეწვა, შეხედო იმის ხელის გულს რა. ხელის გული უნდა ჩათვალო მის 1%-ად. და აი თუ 5-ზე მეტია, ესე იგი დიდი დამწრობაა. ან ფართობი. თუ 5 ხელის გულზე მეტია, ესე იგი დიდი დამწრობა და იმას აუცილებლად ჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა, დამწრობის ცენტრი. თუ დამწრობა არის ზედაპირული, დიდი არაფერი მოკლედ, მაშინ არ არის პრობლემა. და ახლა ვთქვათ, რომელი დამწრობის დროს როგორ ვიქცევთ. ყველაზე ხშირი დამწრობა არის სითხეებით დამწრობა, ძირითადად წყლით, ან ორთქლით, ან ცხელი საკვებით და ესეთი რაღაცებით. ეგ დამწრობა, როგორც წესი, არის პირველი ხარისხის. პირველი ხარისხის არის ზედაპირული, კანი არის წითელი და ბლისტერები არა აქვს, ანუ სითხით, სავსე, ბუშტუკები არ ჩნდება. ძალიან ტკივნეულია, ანუ ტკივა ადამიანს, მაგრამ არ არის ეს ბლისტერები და ეს კანი არ ჩანს, უბრალოდ არის სიწითლე. ანუ კანქვეშა ქსოვილებიც არ ჩანს. და ამას ქვია პირველი ხარისხის დამწრობა. პირველი რასაც ვაკეთებ ამ დროს არის რომ და მოაცილო ყველაფერი რაც ცხელია, ანუ შარვალი თუა გაიხადო ის შარვალი, ან ზევით რაც აცვია ადამიანს, ასე თუ რამე ტანსაცმელია, ან რამე რაც გადაესხა ცხელია, მოკლედ უნდა მოაცილო ყველაფერი და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გამდინარე გრილ წყალში, ან უბრალოდ წყალში 20 წუთის განმავლობაში უნდა იყოს ის ნაწილი სასურველია, ეგ იძლევა ყველაზე კარგ შედეგს. ყინულის დადება არ არის კაი აზრი, პირიქით შეიძლება დამწრობა გააძლიეროს ყინულმა და ასევე ზეთს რო წაუსვავენ ხოლმე, ეგეც არ არის, იმიტომ რომ სითბოს მოაქცევს, როგორც ხაფანგი, ესე და პირიქით უფრო მეტად შეიძლება დაიწვას ადამიანი, ამიტომ ყინული და ზეთის წასმა არ არის კარგი აზრი. რაც შეეხება რა კრემი უნდა წაისვას ადამიანმა, ვერცხლის სულფადიაზინი არის ყველაზე ხშირად რაც გამოიყენება და ყველაზე ეფექტური, ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და აღდგენასაც ეხმარება, კანის აღდგენას ეხმარება. ამიტომ ეგ არის ყველაზე ხშირად რაც გამოიყენება. შეიძლება კიდე კრემები არის, მაგალითად მუპიროცინი, ბაციტრაცინი, ანტიბაქტერიული კრემები, რომელიც ეფექტურია. თავარი აზრი რა არის, რომ მაგ დროს, როცა დამწვარი აქვს ადამიანს, ინფექცია არ შეიჭრას და არ გამრავლდეს და ამიტომ გვინდა ეს ანტიბაქტერიული კრემები. თუ ძალიან ზედაპირულია, არ არის საჭირო ანტიბაქტერიული კრემი, ძალიან სულკი თუ ახლა უბრალოდ თუ ცხელი წყალი გადაესხა ადამიანს, არ მდუღარე და ცხელი და ოდნავ გაუწითლდა და ეს მაგ დროს არ არის საჭირო, პირიქით შეიძლება ეს კანის აღდგენას ხელი შეუშალოს ეგრე რამე კრემის წასმამ შესაბამისად, შესაძლებელია ალოე ვერას გელი, ან ნებისმიერი დამატენიანებელი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ეგეთ დროს, დაეხმარება და ამშვიდებს კანს. და სასურველია რომ შეიხვიოს ადამიანმა რამე სტერილურით. თაფლზე ახალმა კიდე ეს კითხვები ხშირად რომ აი თაფლი რო წავისვათ და რაღაც თუ იქნება სამედიცინო ხარისხის თაფლი შეიძლება რა თქმა უნდა და დაეხმარება ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, ქსოვილებს შეიძლება დაეხმაროს, ვიტამინებს შეიცავს, მინერალებს შეიცავს, მაგრამ ანუ ის რომ სამზარეულოდან თაფლი ამოიღო და წაისვა, ეგ არაა სწორი, იმიტომ რომ ეგ თაფლი შეიძლება პირიქით იყოს კონტამინირებული ბაქტერიების და ინფექცია შეეჭრას ადამიანს, ამიტომ არ არის სწორი ეგ. და დაახლოებით 7 დღის ფარგლებში აღდგება მოკლედ ესეთი დამწრობა და როგორც წესი პრობლემა არ არის. მეორე ყველაზე ხშირი დამწრობა არის ცეცხლით დამწრობა. ცეცხლი გულისხმობ პირდაპირ რო ცეცხლთან კონტაქტი აქვს ადამიანს, არა უბრალოდ ცხელ რაღაცასთან, არამედ ცეცხლთან როცა არის. ეგ არის
საყურადღებო, იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება ჩაყლაპოს ქიმიური ნივთიერებები ცეცხლის ალიდან, შეიძლება სასუნთქი გზების დამწრობა მიიღოს, ან პირველ რიგში მოკლედ ცეცხლის დამწრობა ვისაც აქვს, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სასუნთქის სისტემა რა მდგომარეობაში აქვს, იმიტომ რომ თუ ვერ სუნთქავს ან ესეთი დამწრობა აქვს სასუნთქის სისტემის, მაშინ სასწრაფო წესი სჭირდება ჰოსპიტალიზება. როგორ ვაფასებთ მაგას? ვაფასებთ სუნთქვა უჭირს თუ არა მარტივად. ნუ ეხლა თუ სახე დამწვარი აქვს, მაგაზე აღარაა საუბარი საერთოდ. ვამბობ რომ ისე გარეგნულად არაფერი არ ემჩნევა მაგალითად და თქვა სუნთქვა უჭირს ადამიანს ან ხმა აქვს მაგალითად შეცვლილი მნიშვნელოვნად გაუხეშებული და დამწრობისას ძირითადად არის მესამე ხარისხის დამწრობა. მეორე ხარისხის დამწრობა არის, როცა კანქვეშა ქსოვილები, ანუ დერმისი, რომელიც ზედაპირული კანის ქვეშ მდებარეობს, ეგეც ჩართულია დამწრობაში, მაგრამ ეგ არ არის ძალიან საშიში, მაგრამ ეგეც მტკივნეულია და ეს ბლისტერებიანი, ანუ სითხით სავსე ბუშტუკები ჩდება ეგეთი დამწრობის დროს და ეგრე უნდა ვიცნოთ, ამოკლედ ეს ბუშტუკები თუ არ არის და უბრალოდ წითელია კანი და ტკივა ადამიანს, ეგ პირველი ხარისხია, თუ ბუშტუკებიც აქვს, ეგ უკვე მეორე ხარისხის დამწრობა. მესამე ხარისხის დამწრობა არის, როცა ქსოვილები, ანუ კანი თელ სიგანეზე, სიღრმეზე არის დამწვარი, ეგ უფრო სერიოზული დამწრობაა და მაგ დროს შეიძლება, ანუ ვიზუალურადაც ჩანს, რომ დამწვარია კანი და მეორე ის არის, რომ ნაკლები ტკივილი კონდეს, მაშინვე ადამიანს შეიძლება, იმიტომ რომ ნერვებიც დაზიანდეს და ნერვების დაზიანება კიდე ნაკლებ ტკივილს იწვევს. მაშინ როცა პირველი და მეორე ხარისხის დამწრობა ძალიან მტკივნეულია. დამწრობისას რა ვაკეთებთ? ნუ ადამიანი უნდა მოაცილო რა თქმა უნდა პირველ რიგში ცეცხლის კერას და რა თქმა უნდა შენ თავიც არ უნდა ჩააგდო ისეთ საფრთხეში, რომ შენ საშველი გახდე, ეგ მნიშვნელოვანია. მოაცილო ადამიანის ცეცხლის კერას, აუცილებლად უნდა მოაცილო თუ რამე აცვიაზე, რომელიც იწვის, ან მოკლედ ნაზად და იმასაც ყურადღება უნდა მიაქციო, რომ ზოგი სინთეტიკა ეკრობა პირიქით კანს, ეგეთ დროს დნება და ეკრობა და ეგეთი შემთხვევა არ იყოს. რა თქმა უნდა ყურადღებას ვაქცევთ, რომელი ხარისხის დამწრობაა, რა დონეზეა და რამდენი პროცენტია სხეულის დამწვარი. მნიშვნელოვანია და არსებობს კიდე მგრძნობიარე ადგილები, მაგალითად გენიტალიები, ხელები, ფეხები და დიდი სახსრები, დაყვების მიმდებარე ტერიტორია ძალიან მგრძნობიარეა დამწრობების მიმართ და ამიტომ ჭირდება ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დიდი ფართობი არ იყოს დამწვარი, მაგრამ თუ ღრმა დამწრობებია, ვინაიდან აღდგენის დროს შეიძლება გაჩნდეს შრამები, კონტრაქტურები, მე ხელებით მოძრაობას ხელი შეუშალოს ან იდაყვის მოძრაობას ხელი შეუშალოს. ამიტომ მაინც ჭირდება, რომ სამიცვა ზედამხედველობა ქონდეს. ან თუ ეგეთი ადგილები მნიშვნელოვნად დაზიანებულია, შეიძლება დიდი ფართობი არ იყოს დაზიანებული, მაგრამ მაინც ყურადღება ჭირდება, სამედიცინო ყურადღება. ამ შემთხვევაშიც მიდგომა არის იგივე, რომ ანუ გრილი წყალი, არა ძალიან ცივი და არა არც ცხელი, გრილი წყალი და მსუბუქი საპნით შესაძლებელია რომ მობანო, შესაძლებელია მოაცილო თუ რამე მნიშვნელოვანია და ბაციტრაცინი გამოიყენება ხოლმე ხშირად და ორჯერ დღეში ანტიბაქტერიული კრემი და მშრალი სახვევებით, ოღონდ ისეთი არა რომ დაეკროს ეგეთი სახვევები არა. ტკივილი როცა ტკივა ადამიანს, მაშინ აცეტამინოფენი, ან პარაცეტამოლი, ან იბუპროფენი, ეგ არის ყველაზე კარგი საშუალება ტკივილ გამოყუჩებელი მაგ დროს. ახლა რა რისკები აქვს აი ცეცხლით დამწრობას? თუ კანის დიდი ნაწილია დამწვარი 10%-ზე მეტი, მაგალითად, კიდევ ერთხელ ეს ხელის გულის მიხედვით მიხვდები რამდენი პროცენტია უხეშად დამწვარი. თუ კი მაგალითად 5 ან 5 და მეტი ეს ხელის გულის სიდიდე არის დამწვარი, აუცილებლად ჭირდება სამედიცინო ყურადღება, რადგან შეიძლება დაკარგოს სითხე ადამიანმა და ამ სითხის სასწრაფო შევსება აუცილებელია. მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია არ შეიჭრას ინფექცია და სეფსისით შეიძლება დაიღუპოს ადამიანი. ეგეც ამიტომ არის რომ დამწრობის ცენტრში მნიშვნელოვანია ესეთი დიდი არეა, როცა არის დამწვარი მკურნალობა. თუ არ არის დიდი არეა, მაშინ რა თქმა უნდა ეს ბაციტრაცინის კრემი, ალოე ვერას გელი შესაძლებელია და სტერილური საფენი, სტერილური სახვევი, ეგ არის მკურნალობა.
შემდეგი დამწრობა არის კონტაქტური დამწრობა. კონტაქტური არის მაგალითად აი ცხელტაფას რო დაადებს ადამიანი თითს ან ღუმელს ან რაღაცა. ეგენი როგორც წესი დიდი პრობლემა არ არის და ან კარგად შემოსაზღვრული არეებია და როგორც წესი ახლა დიდი ძალიან ძლიერი დამწრობა არ არის ხოლმე, როგორც წესი ან პირველი ხარისხის არის ან მეორე ხარისხის. მიდგომა ზუსტად იგივეა, რომ ან თავიდან ცივი წყალი, გრილი წყალი, შემდეგ კრემი თლიანად, ანუ ხო კრემს ზოგი ამბობს ხოლმე რომ ისა გარშემო უნდა კრემ გარშემო არა მთლიანად იდება ის კრემი იმაზე დამწვარი ადგილი რაც არის ზედვე იდება და ბევრ შემთხვევაში თან დამცველობითი ფუნქციაც აქვს რომ ეს დამცავ ფენას ქმნის იმისთვის რომ გარეთ ჯერ დაატენიანოს აღდგენაში დაეხმაროს ინფექცია არ შეიჭრას ანუ ბევრი მნიშვნელოვანი მხარე აქვს ხო უმეტესად გამოიყენება ისევ ბაციტრაცინი მანდაც ბაციტრაცინის კრემი და ნეოსპორინი ეხლა ეს რო არის აი დამწრობის მალამოები და რაღაცეები შეიძლება რა თქმა უნდა გამოყენება აღდგენაში უფრო ეხმარება, მაგრამ ეგენი არ წევს ანტიბიოტიკების მაგივრობას. ანუ ეგ არის ფიქრობთ, რომ ანტიბიოტიკების მაგივრად გამოიყენებს ადამიანი მაგას თავისი როლი აქვს მათაც, მაგრამ აღდგენაში დაეხმარება კანს, მაგრამ არა ის რომ ანტიბიოტიკები ჩაანაცვლოს, ამიტომ იგივე ბაციტრაცინის კრემი, ნეოსპორინი და სხვა ანტიბაქტერიული შეიძლება არ ქონდეს ეგენი და სხვა იყოს ანტიბაქტერიული, მაგრამ ამებზე იმიტომ ამხილებ ყურადღებას, რომ იგივე ბაციტრაცინი ძალიან დიდ რაოდენობა ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებს და ფართო სპექტრი აქვს ძალიან და ეგ კარგია, მაგიტომ გაიდლაინებში, თორე სხვა ბევრი ანტიბაქტერიული კრემები არსებობს. მაგრამ ვამბობ იმას, რაც საუკეთესო. შემდეგი დამწრობა არის ელექტრული დენით დამწრობა. ახლა ეს დენით დამწრობა შეიძლება იყოს იმითი მეხი რო დაეცემა ადამიანს და ეს საშიშია, რა თქმა უნდა, საშიშია. შეიძლება ამ ასეთ დამწრობას აქვს ხოლმე შესვლის და გამოსვლის ადგილები. ნუ დამწრობის არეა, რასაც თვალხილულია, შეიძლება დიდი არ იყოს, მაგრამ ეს ელექტროდენი რო გადის ორგანიზმში, შეიძლება კუნთები დააზიანოს და რhabდომიოლიზი გამოიწვიოს, შეიძლება შინაგანი ორგანოები დააზიანოს. ამიტომ ყურადღება ჭირდება მნიშვნელოვანი. სამედიცინო დახმარება მან ყველა შემთხვევაში ჭირდება. შეიძლება გული დააზიანოს, არითმიები გამოიწვიოს და ამიტომ ელექტროკარდიოგრამა ჭირდება, სისხლის ანალიზები ჭირდება, აი ეს სპეციფიურ პროტეინებზე ანალიზები, რომ რhabდომიოლიზი ხო არ წავიდა, კუნთები ხო არ იშლება, რომელიმე ორგანო ხო არ არის დაზიანებული. ანუ ყველა შემთხვევაში მოკლედ ელექტრული ტრავმა თუ არის რამე სერიოზული, ხო, იმაზე არ არის, რა თქმა უნდა, საუბარი ვახთ თითს რო დაადებ და უცებ დერმატოლოგს და აიღებ ხელს, ანუ ეგ არა, როცა დამწრობაც კი არ არის, საუბარია, როცა რეალურად დამწრობას ღებულობს ადამიანი და დენი ურტყავს სერიოზულად, ჭირდება მოკლედ შემდეგი კვლევები, თუმცა დამწრობის მკურნალობის იდეა იგივეა ზუსტად, რომ ანუ თავიდან უნდა გამორთოს დენი, რა თქმა უნდა და ისე უნდა მიეკარო, ანუ შენც არ უნდა დაგარტყას დენმა, ეგრე არ უნდა მოიქცეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ანუ უსაფრთხოების ნორმები პირველ რიგში უნდა დაიცვა, მერე უნდა მიეკარო პაციენტს, ან ისე რაღაც გამოგლიჯო ისე ადამიანი იქიდან ანუ აცილო ის დენის წყარო რომ შენ თვითონ არ შეეხო რა თქმა უნდა იმას პირდაპირ და აუცილებელია აი არითმები ხო არა აქვს გულზე ხო არა აქვს პრობლემა მაგეების ისა შემოწმება. შემდეგი მეხუთე სახის დამწრობა არის ქიმიური ნივთიერების დამწრობა. ქიმიური ნივთიერება შეიძლება იყოს მჟავეები, ტუტეები, რაღაც სარეცხი საშუალებები და დეტერგენტები და რაღაცეები, მოკლედ ბევრი რამე შეიძლება იყოს სახლის ქიმიკატებით დამწრობა და შეიძლება იყოს კიდე მეტალის ფხვნილებით დამწრობა. ხო უმეტეს დამწრობებისთვის აუცილებელია წყალი, გამდინარე წყალი დიდი ხნის განმავლობაში 30 წუთის განმავლობაში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი წყალი მოაცილოს. აი გამანეიტრალებლები თუ კი სპეციალურად თუ არ იცი მოკლედ რას აკეთებ გამანეიტრალებელი არ უნდა გამოიყენო ბრმად.
და თუ კი არის მეტალის ფხვნილები, სხვა რეაქტიული მეტალები, მაგალითად ნატრიუმი, კალიუმი, ლითიუმი, მაგნიუმი, ესენი ან წყალთან კონტაქტში პირიქით შეიძლება ალება გამოიწვიონ და მეტი დამწრობა გამოიწვიონ, ამიტომ ეგეთ დროს შრალად უნდა ჩამოფერთხო მაქსიმალურად ადამიანს ეს ფხვნილები და არა ეგეთ დროს წყალი არ უნდა, მაგრამ უმეტესად თუ კი მჟავა არის, მჟავით დამწრობა, ტუტით დამწრობა, სახლის რაღაცებით დამწრობა, უმეტესად წყალით უნდა ჩამორეცხვა და იგივე მიდგომა, ოღონდ აზრი ის არის, რომ წყლით უფრო მეტხანს უნდა ჩამორეცხვა ვიდრე სხვა შემთხვევებში. აი ეს იყო ძირითადი დამწრობები, რაც უნდა განგვეხილა. პრინციპში ამოვწურეთ, რაც ძირითადებია და გამოსადეგია. ყველა ადამიანს გამოადგება უნდა იცოდეს, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ღმერთმა დაგვიფაროს ასეთ შემთხვევებისგან. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.